აგვისტო ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ, ტრანსფორმაცია. პლანეტები გიბიძგებენ საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ, ურთიერთობების გადაფასებისკენ და ახალი მიზნების დასახვისკენ. რაღაც გელოდებათ, რაც წესებს შეცვლის. მოდი, ჩავუღრმავდეთ დეტალებს. სიყვარული. მარტო ხელებისთვის. აგვისტო გახდება ემოციური კავშირების გაფილტვრის თვე. 13-17 აგვისტო განსაკუთრებით მომსხვალია ახალი გაცნობისთვის, არ გაუშვა შანსი ხელი და ურთიერთობაში მყოფებისთვის. თქვენს ურთიერთობაში მერკურის რეტროგრადი 5 აგვისტოდან შუქს მოხფენს გაუგებრობებს, მაგრამ ეს შანსია კომუნიკაციის გაღრმავებისთვის. ნუ შეგეშინდებათ გულწრფელი საუბრის. 22 აგვისტოს შემდეგ ყველაფერი ნათელი და მშვიდი გახდება. კარიერა და ფინანსები. სამუშაო ფრონტზე ამ თვეში მნიშვნელოვანი საუბრები და შეთანხმებებია მოსალოდნელი. 8-12 აგვისტოს პერიოდში შესაძლოა მიიღოთ პროექტი, რომელიც თქვენი იდეების რეალიზებასა და შემოსავლის გაზრდაზე იმოქმედებს. მერკური და ვენერა ერთდროულად გიბიძგებენ ფრთხილი ფინანსური დაგეგმვისკენ. 19 აგვისტოს ჩათვლით ნუ დახარჯავთ დიდ თანხებს იმპულსურად, ზოდიაქო გთხოვთ, იყავით პრაგმატული. ჯანმრთელობა და ენერგია. გონებრივი გადატვირთვა გჭირდებათ. მარსი გიბიძგებთ ფიზიკური დატვირთვისკენ. დაიწყეთ დილაობით სეირნობა ან ცურვა. აგვისტოს ბოლო კვირა განსაკუთრებით სასარგებლოა ფსიქოლოგიური ჰიგიენისთვის. იღბალი და შესაძლებლობები. 11, 18 და 27 აგვისტოს სამაგადიღბლიანი თარიღებია, როცა შეგიძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, გასაუბრება, განაცხადის გაგზავნა ან მნიშვნელოვანი ადამიანების ნახვა. აგვისტო ტყუპებისთვის გამოცდის, სიმამაცის და აღიარების თვეა. თუ გაბედავ, მოიგებ. თუ გაჩუმდები, დაკარგავ. ეს თვე შენს ხმას ითხოვს, შენს გადაწყვეტილებას და შენს მოქმედებას. ნუ დაკარგავ შანსს, რომელსაც ვარსკვლავები გთავაზობენ.